მინის, კერამიკის, ხის ნაკეთობები, სამკაულები და აქსესუარები, რომლებიც მთლიანობაში ფერად, საახალწლო განწყობას ქმნის. საპატრიარქოს დღის ცენტრ ახალგაზრდულ სახლში ტრადიციულად წლის შემაჯამებელი საქველმოქმედო გამოფენა გაყიდვა გაიმართა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო ის ნამუშევრები, რომლებიც ახალგაზრდული სახლის წევრებმა ხელსაქმისა და სხვადასხვა პროფესიის შესწავლის კურსების ფარგლებში დაამზადეს. გამოფენა დაათვალიერეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლებმა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. ნამუშევრებმა ტრადიციულად დამთვალიერებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო დღეს, ერთგვარი თავმოყრა იყო იმ გამოცდილების, ახალგაზრდული სახლის იმ გამოცდილების, რაც წლების განმავლობაში დააგროვდა. მოგეხსენებათ, რომ ახალგაზრდული სახლის დამფუძნებელი არის კათოლიკოს პატრიარქი და მიზანი ამისი იყო სახელმწიფო მზრუნველობის პროგრამიდან გამოსული ახალგაზრდებისათვის ისეთი გარემო შექმნა, სადაც ისინი შეძლებდნენ სოციალიზაციას, შეძლებდნენ უნარების შეძენას, რომელიც მათ ცხოვრებაში მიეხმარებოდა საზოგადოებისათვის. ეს ხალხი რჩება თითქოს გარიყული, რადგანაც სახელმწიფო პროგრამები 18 წლამდე ასაკის მზრუნველობა მოკლებული ბავშვებისთვის არის მხოლოდ და შემდგომში აი ამ ბავშვებს ბევრი რამ სჭირდებათ. ამისათვის შეიქმნა ეს სახლი, მათ აქ საშუალება აქვთ, რომ გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს, მოსინჯონ თავისთავი ხელოვნებაში იქნება ეს თუ სხვა დარგებში და ეს სახლი საჭიროებს მეტ ყურადღებას, რადგანაც საშუალება არის, რომ უფრო მრავალფეროვანი გახდეს აქაურობა და უფრო მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება ისარგებლოს ამ სახლის ფუნქციით და დღეს ძალიან სასიხარულო, რომ ჯანდაცვის მინისტრი ბატონი მიხეილ სარჯველაძე ბრძანდებოდა ამ ღია კარის დღეზე გაეცნო ყოველდღიურ საქმიანობას, ასევე ისტორიას და იმედი გვაქვს, რომ ეს შეხვედრა იქნება დასაწყისი იმისა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება სახელმწიფოსთან ურთიერთობები და ვიმედოვნებთ, რომ ეს მოდელი საბოლოო ჯამში ძალიან საინტერესო აღმოჩნდება იმისათვის, რომ განხორციელდეს სხვა ბავშვებისთვისაც მსგავსი პროგრამები და პროექტები. მართლაც ზღაპრული სანახაობა აქ ქალაქის ცენტრში. ჩვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც მართლაც შეგვიძლია ვთქვათ გადაჭრით, რომ ესენი არიან გმირები ჩვენი დროის, გმირები, რომლებიც რეალურად აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც მთელი საზოგადოების მორალური ვალდებულებაა, მთელი სახელმწიფოს მორალური ვალდებულებაა, რომ ზრუნავდნენ საზოგადოების იმ წევრებზე, რომელსაც სჭირდებათ ეს განსაკუთრებული მხარდაჭერა. საბედნიეროდ უნდა ვთქვათ, რომ ეს არის მართლაც არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, რომელიც გააჩინა საპატრიარქოს მხარდაჭერით, წმინდესის ლოცვა-კურთხევით, რაც შეიქმნა და მართლაც უაზისია იმ თვალსაზრისით, რომ ეს არის გამორჩეული შესაძლებლობა, რომელიც გვარწმუნებს, რომ ჩვენ საზოგადოებას სწორედ ამ ადამიანების აი ნამოქმედარით ხვდებით, რომ აქვს შესაძლებლობა, რომ ის იყოს ემპათიურიც, იყოს მხარდაჭერით შესაძლებლობებით აღჭურვილი იმისთვის, რომ საზოგადოების თითოეულ წევრს, ვისაც ჭირდება საზოგადოების მხარში დგომა, ეს მხარდაჭერა რომ კონდეს. ექსპოზიციის პარალელურად ახალგაზრდულ სახლში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც დღის ცენტრის წარმომადგენლებმა ჯანდაცვის მინისტრს ორგანიზაციის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნეს. საღამოს დასასრულს ახალგაზრდული სახლის წარმატებულ კურსდამთავრებულებს სიგელები გადაეცათ. ეს არის როგორც შეჯამება, ასევე აი ახალი სტრატეგიის, ახალი ხედვის წარდგენა და ღია კარის დღე დავარქვით, ანუ წარუდგინეთ მინისტრს და დამსწრე საზოგადოებას მომავალი, ანუ ჩვენი ორგანიზაციის ხედვა, როგორ გვესახება მიზნამდე მისაღწევი გზები. შეიძლება ითქვას, რომ დაიხვეწა წლების განმავლობაში ხედვა ჩამოყალიბდა, გამოცდილება დაგროვდა და ეს გამოცდილება მინდა მოვახმაროთ შედეგს. მადლობა მინდა ისევ და ისევ მოვახსენო კათოლიკოს პატრიარქს საოცარ ინიციატივისთვის, ძალიან საჭირო ინიციატივისთვის, საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის და დიდი მადლობა ასევე მეუფე შიოს, რომელმაც საჭირო დროს ძალიან დიდი მხარდაჭერა აღმოგვიჩინა ჩვენ ახალგაზრდულ სახლს
და მამა ანდრია ჯაღმაიძეს. ეს არის ორგანიზაცია ახალგაზრდული სახლი, რომელიც დაარსდა 2017 წელს პატრიარქის ინიციატივით და მას შემდეგ უწყვეტად ზრუნავს ახალგაზრდების კეთილდღეობაზე. ჩვენ გვაქვს ძირითადად 3 მიმართულება, ეს არის დღის ცენტრი, გვაქვს ტრანზიტული საცხოვრისი იმ ახალგაზრდებისთვის, ვინც ზრუნვის სისტემიდან გამოდიან და გრძელვადიანი მხარდაჭერის მიმართულება. ჩვენი მთავარი ღერძი, ასე ვთქვათ, არის ჩვენი საოცარი ფერადი სახელოსნოები და ეს საგანმანათლებლო თავგადასავალი, რომელსაც ვთავაზობთ ახალგაზრდებს, აქ ხდება ყოველდღიურად ახალი პროფესიების მოსინჯვა, ახალი მეგობრობის გაცნობა, სოციალური ბარიერების მოხსნა, ჩვენი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ღონისძიებების საშუალებით და ჩვენთვის ეს არის რაღაცნაირად ერთგვარი შესაძლებლობების პალიტრა, რომელსაც ვთავაზობთ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზების გამო ხელი არ მიუწვდებათ ყველა იმ სიკეთეზე, რაც არსებობს ქვეყანაში, ასე რომ პატრიარქის კურთხევით გაჩნდა ეს საოცარი სივრცე, ფერადი სივრცე, რომელიც ბევრ ახალგაზრდას აერთიანებს და ბევრ ახალგაზრდას სწორ, ასე ვთქვათ, მიმართულებას აძლევს, თუ რა უნდა იყოს მისი მიზანი და როგორ უნდა დაგეგმოს ამ მიზნამდე მისასვლელი გზები. დღეს წარმოვადგინე ჩემი დეკორატიული სანთლები, ხელნაკეთი, მე თვითონ ვამზადებ ამ სანთლებს. დღეზე გავფენისთვის, რომ დავანახო ჩემი ნაშრომი სხვა ადამიანებს. ეს სახლი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრ რამეს ვსწავლობთ ბავშვები, მომავალზე უკვე ვიცით, რომ რა უნდა გავაკეთოთ მომავალზე. ნულიდან ბოლომდე გვასწავლიან ყველაფერს, გვერდში გვეხმარებიან და აქ არის ძალიან კარგი გარემო. ახალგაზრდული სახლი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაფუძნდა და წლებია აერთიანებს 16-დან 24 წლამდე მოზარდებს, რომლებმაც სახელმწიფო ზრუნვის სახლები დატოვეს. აღნიშნული ცენტრის მიზანია ახალგაზრდებს გაუადვილდეთ საზოგადოებასთან ინტეგრაცია, პროფესიის არჩევა, დასაქმება და დამოუკიდებელი ცხოვრების პირველი ნაბიჯების გადადგმა.